მოგესალმებით, მე ლაშა ვალაძე ვარ. მოკლედ, სანამ ემილის ვიდეო დაიდება, შუალედში რაღაც სხვა ვიდეოს დადება მინდოდა და თან კიდე ეს არის ჩვენი ესეთი დიდი სერვის მანქანა რა. უბრალოდ ვისაც არის ზარება ამ მანქანას ხმარობს რა და ჯერჯერობით გამკეთებელი არავინ არ არის. ხო და მე და ლუკაშო გადავწყვიტეთ რომ რაღაცები გავუკეთოთ რა. ხო და მაგარი თუ დღეშია ყველაფერი გასაკეთებელი აქვს ფაქტიურად. ეს მანქანა არის თენგუსი. თენგუ წასულია ახლა თავის საყვარელი საქმიანობით ესპანეთში. ჩეკავს. ხო და სანამ ჩამოვუგვინდა რომ ცოტა მანქანას დავამოვიდოთ რა. ხო და დისკები უნდა შევცვალოთ, გავკრასკოთ, მოკლედ რაღაცა უნდა გავუკეთოთ რა. ეხლა მაგ ყველაფერს ნენელა განახით. ეხლა დისკების სამოსაღებად მივდივართ. A few moments later. დისკის მორგების ვიდეოს ეხლა ნენელა ნახავთ. ჩამოვიტანე დისკები, წავიდო თუ არა არ ვიცოდით, იმიტომ რომ Opel-ის დისკები იყო, წავიდა, გაგვიმართლა. ცოტა ვიწვალეთ დაყენებაზე, მაგრამ მაინც მოკლედ თავარი რაც იყო დისკები დავაყენეთ. საბურავები დადგა, მაღლები, მაგრამ მაინც ესე ჩვენი დისკები. ოპა, აუ რაღაც არის კი, აღარ არის მა. აიჰო. დავაყენოთ მოკლედ. ხახუნე ჟორა. უხახუნე, შეიძლება თელზე უხახუნე და უხახუნე. შემდეგ ეტაპი იყო მანქანაზე არ მუშაობდა სტოპები, არ მუშაობდა ფარები. ანუ ესეთი სისტემა აქვს მოკლედ ესე რო ვთქვათ რა. აი მას რაღა უნდა ჩემი 0 და 2 აქვს ბატონი რა ხმა. მოკლედ ერთ კონტაქტზე ზის მთლიანი სტოპი. ანუ თუ რაღაც კონკრეტული ბუდი არ ზის თავის ტეკერიანად არ მუშაობს არც პავრონიკი, არც სტოპი, არც გაბარიტი, მოკლედ არაფერი. წავედით, ესენი ვიყიდეთ, გადავაბით, გადმოვაბით, დავაყენეთ, ამუშავდა როგორც იქნა. აღარ გვეშონდა იმის რომ ღამე 10 ლარიან და 20 ლარი ჯარიმას დაგვიწერდა პატრული. ესე წვრილმანები რეებიც აკლდა. ის პლასმასი და რაღაცები. მიდის პერიფერზე? ეი. მოკლედ ეს თუ არ გიყენიათ, ფარი მთლიანად არ მუშაობს, არაფერი არ მუშაობს. ეს წითელი კაი. ეს ყვითელი ალბათ მინუსი იქნება. And clip whatever you want. მწვანეებს კიდე ხაზები. ეს შეიძლება მინუსი დავირეკხო რა. ესე დამუშავდა. ეხლა უნდა წავიდე, ტურნიკი უნდა შევცვალო. ωραία. ოპა. Volkswagen, das Auto. რა მოხსნათ ეს კრიშა. ბევრი საქმე კი აქ ამ კრიშას გაკეთებული, რაც ამით რაღაცები ვქნათრები, მაგრამ ცოდო არა დაიღალა მანქანა. დავასვენოთ ცოტა ხანს. ცოტა ხანს არა, кайფა. ცოტა აზე მოვიყვანოთ. გავაძერხოთ თვითზე. აუე. აი მოხსენე. თენგის კაროჩე, მაგრამ ვიქით ამ კრიშაზე მომიხსნა თუ არ მომიხსნა. ხო და ბოლოს მაინც გადავწყვიტე რომ ეს მანქანა ცოდოა და უნდა მომეხსნა და იმედი იმას არ ვთქვი რატომ მოხსენია. მიჯონია. აღარ ვიდა. მე ვარ ყველაზე მაგარი და ძლიერი. ემასე. ვისაც უნდა გამოვიდე. შემდეგი ეტაპი მანქანის დაბურვა. ეგაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რამეა მანქანაზე ჩემთვის. იმიტომ რომ მანქანას რაღაც განსხვავებულ ვიცს აძლევს რა და განსხვავებულ შეხედულებას. წავედით, როგორც არის დაშვებული კანონით, ესე დავბურეთ მანქანა.
შემოწმა რო გინდა ესეთი რამე გხდება. ამას მოიცა. ამ მოწევ და ოპა. ახლა ეს შუპი უნდა ავაწყოთ. ესეთი რამე გამოგვიდა. ანიკით როგორც შევძელი გადავობი. საბოლოოდ გამოგვიდა ესეთი გადაბმა. მთავარია არ წყდება. ოპა. ეგ არის, წავალ ხა ჩავსო. მანქანა დაიბურა, დისკები ეგ დაბურო ცოტა ვიდი მიიღო, სიარულეთაც ისეთი იყო რა, აღარ იყო მთლად ცუდი. პირველ ამ ყველაფრის მერე მთავარი რაც იყო, ხო მანქანას გარშემო სხვადასხვა რაღაც დეფექტები ქონდა, რაშიც ბიჭები მოგვეხმარნენ ძალიან დიდი მადლობა მაგ ყველაფრისთვის. წავედით ტეხასმოძე გაიარა და სახში მქონდა ესე დალაგებული ნაყიდი ყველაფერი რაც უნდა დამეყენებიან და რაზეც ტეხასმოძე დამბრაკავდნენ. იქ გრუჩიტელი იყო, გამშვები, სპორტული საჭე, გადამყვანი, მოკლედ ბევრი ისეთი დეტალები, რაზეც ტეხასმოძე დაგვბრაკავდნენ და ვერ გაატარდნენ მანქანას. როგორც კი ტეხასმოძე გაიარა და ჩამოვიყვანა, ეგრევე გავაკანეთ ბოქსში, დავაყენეთ სპორტული საბუქსირე, დავაყენეთ გრუჩიტელი, 1 და 0 არა ხმა უნდა კონდეს, მაგრამ ცოტა ხმა მიეცა რა. მოკლედ ტეხასმოძის გაიარა, მოვედით უკას ბოქსამდე, ეხა გრუჩიტელი უნდა დავაყენოთ. არა მარტო გრუჩიტელი, საბუქსირე უნდა დავაყენოთ. აქეთაც ხო აქვს საბუქსირე. აქეთაც ხო და ეხა უნდა დავაყენოთ შუაში. ალბათ. და ამას რომ მოვჩევით, მე უნდა წავიდეთ, მაგნიტოფონია დასაყენებელი, უკანა ხედვის კამერა, ბარი. უნდა მოიხოდოს კაროჩე რა. ნახოთ აბა ხმა იქ. ახლა თავში არ გაიწა. კაი კადრი კი გამოვა, მაგრამ ის. მე რა ვიცი. ეს რა დაუჯირო? გული გავიჭრა. რომ უნდა გაწიჭო. თითი არ მოიჭრა. ბაბულა. რომით შეგნო? ოპა. მოდი რა ერთი წამ. პეპესოს ხალია ხალხო არ მომკვდა რა. პეპე! მოდი ერთი. რაგი? ეგ ბაჩოკი დადეში, მაგ ბაჩოკი ხარ. მაგარი ბაჩოკია შეჭი. ეს ბაჩოკია შეჭი. რა, ჯერი, სპაზრო იგეთ. არა ბაჩოკია. ეუნა ვაკეთე კიდე ისინი. ეს მოჭრა? ო. კარგი. დავაყენეთ საბუქსია. აი ესე გამოიყურება. ლუკა ისე გურიშე კარგი. ის უკან პერიხადნიკი გეყო დამჭერი გავუკეთე. გარბენი ემატება. უკა რა თქმა უნდა წინ გავუკეთე. A few moments later. დავაყენეთ სპორტული საჭე თავის გადამყვანიანად და დავაყენეთ ესეთი პატარა ადაპტერები, ესე რომ ვთქვათ, ჩამრთველების, ანუ პავრონიკის ჩამრთველი ამაღლდა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ რული როცა ზევით ამოდის სპორტული საჭე, ხელებს უნდა გაუშვა და ისე უნდა ჩართო რა და მოკლედ ეგენიც გვაჩუქეს ოღონდ, ეგენიც დავაყენეთ და ასე თუ ისე უკვე ისეთ ეტაპამდე ვიყავით მისულები, რომ ერთი რაღაცა გვაკალდა და ეს რაღაცა იყო ის, რომ მანქანაში არ ქონდა აუდიო სისტემა თან საერთოდ. ანუ ხარ მევღეროდი ხოლმე არა და ხმაც არ მივარგა, ხარ ერთი ძვაკაცი, ხარ მეორე ძვაკაცი ამ სიარულში. ხო და წავედით, ვიყიდეთ მაგნიტოფონი. ვიყიდეთ უკანა ხედვის კამერა. ესენის ჩვენმა ძვაკაცმა დააყენათ, ყველაფერი გაიყვანა და ბოლოს რატომღაც მანამდე არ დავაკვირდი და მეგონა რომ კარებებში დინამიკები ქონდა და აღმოჩნდა რომ ვიტს ქონია ქარხნულად 2-2 დინამიკი. ორივე ტორპედოზე. ჩავრთეთ, კი გაგვიხარდა, ნუ ხმა ქონდა, ჩვენ აღარ გვიწევდა სიმღერა, მაგრამ ანუ ის არ იყო რაც ჩვენ გვინდოდა. ავდექი და უკან დაფა არ ქონდა, დაკარგული იყო. უკან დაფა ვიყიდეთ და იქ ჩავაყენეთ ორი პატარა დინამიკი და შუაში პატარა იმას ბასავიკი არ ქვია, რაღაც მობასავიკო არსება და ხმაც უკვე კარგი იყო. თორია პარკის რო ვატაკე შეიძლება.
აი ჩვენი ერი აქეთ იგიწებოდა ეგ ოპა ოპა მოიცადე ნიხუია არაფერი ნოჟნიცა მაგრატებია ოპა ნახე ველკამ და რამე ოპა შუქჩაბი ოპა ხრია მაიცა ბრატ ეს კამერა არა ეს არის ბო მოკლედ აი ესენია რა ზური როზევით ამოიწევს რომ ადვილად სამარ უკვე გაიგიმა ჩიტი გამოფრინდება რატო არ გამოფრინდა მოკლედ კაი ამბებში ვარ ტელემებში ვარ რა უკვე მუსიკები გვაქვს იო კამერა აღარ მომიწევს რომ მიმღერა გეჩო ხო ჰა ჯარტი ძმა აქამდე ჩვენ ვეროდით ხოლმე და ეხლა მაგიტოფონი მიღებს. პროსტა ქარხნულად ვიც გქონია ორი დინამიკი. ერთი ეს და მეორე იქით მხარეს აქ იგივე ადგილას და ეხლა გამოვჭიმავთ რაღაცეებს და აი აქ გავაკეთებთ კიდე. მარტო ორი დინამიკი აქვს? ორი დინამიკი. ლაშა ვერ აქ ხედავ კამერაში. ვეცებიღაც. გაიძვა. მოკლედ აუდიო სისტემაც გაიმართა. უკვე კარგი ბასები ქონდა მანქანას, ქონდა რა აქვს, ეხაც აქვს. უკანა ხედვის კამერაც დადგა. პატარაა უკანა ხედვის კამერა რაც უნდა ეხა მაგას თქვით, მაგრამ უნდა, იმიტომ რომ უკანა ლაბოვში რო გაიხედები, უკვე აღარაფერი აღარა ჩანს. არა ჩანს, ჩემი და თენგოსახია მარტო სარგეში, მეტი არაფერი. ეხა მაგას გაჩვენებ დრატოა ეგრე. ექსტიკერიც სხვათა შორის ჩვენს მოკაცებმა დააკრეს და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებმა, ვინც მანქანა დაგვიბურეს და ეხა გაჩვენებთ რა გავაკეთეთ უკანა ლაბოვიზე. თავაზაზურებ. ხო, მოკლედ, აქ თენგო მანქანას აკეთებდა, იმიტომ აქ ესეთი სახე და მე მაგრად მევასებ ეს ფოტო რა, ხო და რავი, იმედია არა აზრობ რომ ჩამოხვალ. ხო და მოკლედ, სარკიდან ხა არაფერი აღარა ჩანს, უკარო ვიხედებით. მაგრამ სამაგეროდ ხალხი რომ მოდის, ხედავს. უფრო ხედავს რა. ხო და ჩვენც გვსიამოვნებს. ხო, სალონი გავაშავეთ. ჭერზე გადავაკალით. გვერდზე სტოიკები გავკრასკეთ, იმიტომ რომ ნუ ეკრება მაგასაც ძირითად შემთხვევაში, მაგრამ არ გვინდოდა გაკრასკვითაც ჩოლური კრასკება, ნებისმიერ როგორც მანქანა ანალოგიურად ისაც იშკულკება, იკრასკება და ის კრასკა აღარ ძვრება. ხო, მანქანაზე სავალი ნაწილი გავაკეთეთ და შევცვალეთ ზეთი. სხვა ისეთი არაფერი გავკეთებია, მთავარია იმ ეტაპამდე არის მანქანა მის სრულ შეგვიძლია დავქოქოთ, სადაც გვინდა წავიდეთ. ცოტა ასე თუ ისე ვისიამოვნოთ მანქანით და არ დავიღალოთ. მუსიკებიც გვაქვს. ხო და მარტო პატრონს ელოდება და რა ვითენგის ვინმე სლაგოგოსა ჩაგიგდებ ჩიგნი და დაგიტოვებს და რაც კიდე კეიძო სადაც კიდე წადი მეტი ამაზე ჩვენ ევროპის ვიღარ გავაკეთებთ დიდი გავკრასკოთ აუ გაკრასკო კიდე მე მაგრად მეზარება არც გამომდის ვინმეს რომ მივეხმარო ხო და ეს მალიერები კიდე ზარმაცები არიან 80% ჩემბრალი ნახეთ არ არის მაო ეს დეტალები რაც დასამუშავებელი იყო დაგრუნტულია მოკლედ მარტო გაკრასკო ადარჩენია და მაგასაც მიეხედება იმედი მაქვს მალე ხო და ეს პატარა ვიდეო ეხლა რაც თქვენ ნახეთ, უბრალოდ მიდიოდა რომ გემეჩვენებინა რომ რაღაცა ესეთი ელემენტარული რაღაცებით მანქანის გაცოცხლება შეიძლება რა, ანუ დისკის შეცვლით იქ შუშებზე კლიონკის გაკვირდა ესეთი რაღაცებით მანქანას აცოცხლებ. ხო და თუნდაც აუდიო სისტემით, ან ნებისმიერ რაღაცით რა, ესეთი წვრილმანი დეტალებით და მთლიანობაში გამოდის ლამაზი. მოკლედ თავდაპირველი ამ მანქანის იერსახე იცოდით, ეხაც ნახეთ როგორი გამოვიდა, ამ ელემენტარულ რაღაცებით შეიძლება მანქანა რო გავაცოცხლოთ და ჩვენც ვისიამოვნოთ მე სიარულით. ასე რომ ეს რაღაცებს რო ყურადღება თქვენც მიექციოთ ხოლმე და ჩვენც რო აქამდე მიგვექცია. ამ ესეთი მოფახფახებული არ იქნებოდა ეს მანქანა რა. ხო და ამდენ რაღაც გაკეთებ ერთიანად არ დაჭირდებოდა. თან ახლა ამავდროულად ამ მანქანას სხვა მანქანებს ვაკეთებდით. და მალევე ვერ გავაკეთეთ ეს ყველაფერი რა და რავი საბოლოოდ მე მგონი ნორმალური გამოვიდა იმისთვის რომ თავის საქმე გააკეთოს და ეკონომიურად ვიაროთ. 1-დან 2-ია და წვავს 6 ლიტრას რა ეგ არის რა ამის საქმე. მოკლედ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და გეტყვით რატო. ანუ ML-ზე რასაც ჩვენ ვაპირებთ, ეგრევე ვიტყვი რომ საქართველოში არავის არ გაუკეთებია. ML-ის ვიდეო რაც დავდეთ პირველ ეტაპით საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, ბევრი კომენტარი იყო რომ მეორე ეტაპს როდის დეფო და კი გითხარით თომას გაიწელა რომ ანუ ძალიან ბევრი ნაწილს ველოდები და ძალიან ბევრი ნაწილს გადაკეთება ჭირდება რა რომ ისეთი გამოვიდეს როგორიც ჩვენ გვინდა ხო და მალე იქნება ML-ის ვიდეოც ბევრ რაღაცას ვაკეთებთ ბევრ რაღაც ნაყიდია ბევრ რაღაც გადაკეთებულია უკვე და გამზადებულია დასაყენად მაგრამ დრო ჭირდება მაინც რა ხარჯებიც ძალიან წავიდა ML-ზე და ამიტომ გაგვეწელა დროში რა და საბოლოოდ შედეგი მაინც ღირს რა დალოდება და ML-ზე ესე რო ვთქვათ და ნახოთ რა გამოვა იქნება ყველაზე განსხვავებული, არ ვიცი თუ გამოვა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ
ქარხნულ ბაზაზე რაც შეიძლება რომ იმას გავუკეთო, ესე ვთქვათ, მაქსიმალურს უწურავთ. ამიტომ გაიწელა ამდენი ხანი რა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას გაცვლა ჭირდება, ბევრ რაღაცას ყიდვა ჭირდება, ჩამოტანა ჭირდება, იმას მე გადაკეთება და მოკლედ ძალიან ბევრი ნიუანსია და ვისაც ემელის ამბავიც გაინტერესებთ როგორი გამოვა, იმიტომ რომ მარტო აწყობით არ შემოვიფარგლებით, ეს აწყობილი მანქანა მე უნდა გავტესტოთ, ნახოთ როგორი გამოვა, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. და ესეთ პატარა რაღაცეებსაც შემოგთავაზებთ ხოლმე და თუ დაგაინტერესებთ რა ჯდება ან რას სადაკეთებენ, კიდე დამიწერეთ კომენტარებში და გაგცემთ პასუხებს, სად შეიძლება მიხვიდეთ და თან ესე რომ ვთქვათ, ჩვენ სახეს რო ახსენებთ, რა თქმა უნდა შეღავათებიც იქნება აი ამ დეტალებზე, რაც ჩვენ ამ მანქანაზე გავაკეთეთ. ამავდროულად მოდის GDS-ის სეზონი. ვაწყობთ Mustang-ს, ვიზუალზე თითქმის ყველაფერი გვაქვს. დარჩა გადაცემათა კოლოფი, რომელზეც გაჭედილებებთ არ ვიცი რა დავაყენო, იმიტომ რომ აქ რაც შეიძლება რომ მომეძიებინა, ან არ იყო ისეთი როგორც მე მინდოდა, ან ვერ იყო გამძლე. ხო და სავარაუდოდ უნდა ჩამოვიტანოთ და იმედი მაქვს რომ მოვასწრებთ მაგასაც და Mustang-ი მზად იქნება რა GDS ეტაპებისთვის. E34-ს რაც შეეხება, იდეაში ქონდა რომ King-ი გვევლო, მაგრამ ანუ King-ზე სიარული ჩემთვის არ არის პრიორიტეტი და მაგაში თანხების დახარჯვა რა. ანუ თუ ესე ვთქვათ მოვინდომეთ გართობა, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიარო. ან გამოვიყენოთ ვიდეოებისთვის რა დროებით, მაგრამ როგორცაც ერთი რომ რაღაც საქმე გადავდო და ვიარო King of Drift-ი, რა ჩემთვის არ არის რა პრიორიტეტული, ასე რომ King-ზე დიდად არ გველოდოთ. ნუ მე ყოველ შემთხვევაში და ბიჭები ივლიან. ასე რომ GDS-ს შევხვდებით რა.